დახმებული ვარ საპატრულოსა შედახმებული. ანუ რამეს კანონი ჩვენ აფერს აი ეს კანონს ვერ მოგვიწევს გასულ. ვარ რომ აპოლიტიკურები, მაგრამ მე არ ვიძახი რომ მე ვიმეს ხოცები დაგვიძახოს ან ნაცები. ჩვენ არც ერთი ვარო. ხო, არა. მაგრამ მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ბათუმში, სადაც ტაქსის მძღოლები ისე მართავენ საპროტესტო აქციას, ისე გაიფიცნენ ტაქსის მძღოლები. და იგივე მოთხოვნებით, რაც რამდენჯერმე მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში, გამოვიდნენ ტაქსის მძღოლები ბათუმში ახალი ბულვარის ბოლოს გაფიცვაზე. ისინი ამბობენ, რომ არიან 24 საათიან რეჟიმში გაიფიცნენ და აპირებენ ასევე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ბათუმში დღეს 3 საათზე. მოთხოვნები არის უცვლელი, რომ გაიზარდოს ტარიფები, რადგანაც გაიზარდა საწვავის ფასი, გაძვირდა ცხოვრება და ასევე უნდა დაიწიოს საკომისიოები. ისინი სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში მუშაობენ, როგორც ამაგად Yandex-ი ან Bolt-ი, ასევე Maxim-ი და სწორედ ამ აპლიკაციების ფარგლებში მუშაობენ ისინი და მოითხოვენ იმას, რომ უნდა გაიზარდოს ტარიფები და ასევე დაიწიოს საკომისიო. ჩვენ კიდევ რაზე მუშაობთ? ბიჭებო რომ იცოდეთ, მეც ახალი ვიდეოვასწავლე. აბა რაღაცა სამუშაო იცი? უცხოეთში. მოდი მოვისმინოთ ეს გამოსვლა ამ აქციაზე. ყველაზე მთავარი ჩვენ საქმეში არის რეპუტაცია. ამიჯერეთ ხალხო. რეპუტაციას არის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი ბიზნესის მიზანი. თუ რეპუტაციულ საფრთხეს შეატყობენ რომ აქვენ და აქ უკვე ვიზა ხალხის ფაქტურად მონებად გამუშავებენ და კაპიტალზე უკვე რეპუტაციული საფრთხეები ექნებათ, მაგრამ იძულებული იქნებიან რომ მოვიდნენ და გაგვითვალისწინებენ. ახლა 3 საათზე რომ ციას ვთქვი. ანუ უბრალოდ რა იცი, მსვლელობა არის მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიგე? მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკეთებ და თუ არა ბათუმი რომ ვაკეთებდეთ მარტო და ორგანიზებულად ცალკე როგორც ბათუმი, მაშინ სხვა იგია, მაგრამ უბრალოდ ელფერი რა იცი, 3 საათი ვიზაა და მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა ყველამ ერთად რო გახსოვს რაც ვიცი. ხო, მაგითო. სამსადამე ახლა კაცი გეტყვი. სორსიზა, შენ აღარ მო. აბე რაღაცა ისე გეტყვი ახლა მოსიდა. თუ ვერ მოვა მომენტ აპლიკაცია არ ჩართოს და პრობლემაა გასული ზამდეს და ყველაზე ხო არა როგორ დაგახსნა პრობლემაა აპლიკაცია არა როგორ რაღაცა იცი მომისმინეთ ბიჭები გამძლეობაზეც აგანი ახლა 2 და 3 საათი თუ გინდა სიმართლე თქვა გეუბნებით ჩვენ როცა საერთო საქმე გეთება გადავდოთ ერთი დღე ახლა რა თუნდა საერთო საქმე გეთება ბოდიში ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ რომ მოგიყვეთ დღევანდელი გაფიცვის შესახებ რა აქციაა დღეს რა მოთხოვნებია ანუ ვიქნებებით და ანუ უბრალოდ ერთი დღის აქცია გვაქვს ერთი დღის ანუ 24 საათი ან გაიფიცეთ დღეს ისე მოტაქსი არა როგორ რაღაცა იცი წინა აქცია იყო 12 საათიან ანუ დილიდან საღამო დღეს არის უკვე დილიდან დილა ანუ 24 საათია. ანუ არაპირებთ დღეს ასევე ხამ საათებში მუშაობას, ხო? რამდენი მძღოლი გაიფიცა თქვა ბათუმში? ზოგადად არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ერთი ნაწილი და მაგრამ როგორ რაღაცა ჩვენ ინდიკატორი რა არის, იცი, როცა ჩვენ ვიფიცებით აშკარად მოთხოვნა ძალიან იზრდება ქალაქში. ახლა ფაქტია, რომ წითდება თელი ქალაქი, ანუ უკვე იქნება ის ტაქსების დეფიციტი, ასე ვთქვა და ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ? იცი, პირდაპირ გეტყვით რაღაცა საინფორმაციო ის მიწოდებები გვაქვს რაღაც აი ბიჭებთან და მეორე როგორ რაღაცა იცი აი გეგმავთ მომავალი აქციის სულ მასშტაბიანობაზე ვსაუბრობთ ახლა და ეს როდის გეკეთებათ მომავალი ახლა ჯერ არ გვაქვს ეს უკვე დავგეგმავთ ჩიგნიდან როგორ ჯობია რანაირად ჯობია მაგრამ ეს გავიგეთ დღეს 3 საათი არის საპროტესტო მსვლელობა ხო ბათუმში და ასევე საქართველოს სხვა ქალაქში ქუთაისში და თბილისში ხო ზუგდიდშიც და ფოთში შეიძლება ანუ ერთდროულად ეწყობა რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობა ხო ეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით ასე შეიძლება საცხა სვანეთში არ იყოს და ზუგდიდში შეყვასი მაგრამ დიდ ქალაქებში ყველგან ესაც შეეხება ხო ქუთაისი რა თქმა უნდა ნუ ეს დიდ ქალაქებში თქვენც ტაქსის მძღოლი ხართ ეგ თუ ორგანიზატორი ხართ ამ აქციის უბრალოდ როგორ რაღაცა იცი ორგანიზაციის საკითხებს ახლა თავიდან ადრე მე ვიძახი წლების განმავლობაში ბიჭები ხო ის როგორ რაღაცა დაგიგროვდება პრობლემები და გამოხვალ და რაღაცას მოაგზავნა მაგრამ ახლა უკვე ორგანიზებულად ხდება და რატო რაც აქციას მართავთ ხო ყველა დღე ვამჩნევ პროგრესს და წინსვლას ანუ მაგალითად რა შეიცვალა აი რა შეიცვალა უკვე ერთიანობა ჩატი საერთო ერთმანეთთან დაძახილი ანუ საერთო აზრზე დროზე მოსვლა და დაბლოკილი ადამიანის ანუ გაიხსნა უკვე დღეს ჩატი დაიწერა დაბლოკილი ადამიანს მოიხსნა ბლოკი ანუ ეგეც წინსვლა და ანუ ასე ერთულოვნები
ჩემის აზრით მივახცეთ უფრო ბევრ რაღაცა. თავ კომპანიებმა გითხრეს ამ პოზიცია, თქვა კომპანიებთან Yandex-მან, როგორ არის? კომპანიებთან არის უკვე მოლაპარაკება, მაგით ცოტა არ იყოს რთულია, იმიტომ საქართველოში რო არ იმყოფება, რთულია საზღვარგარეთთან, ერთია მოსკოვში, მეორე პრიბალტიკაში და როგორ რაღაცა, იცი ეს კომპანიებთან მის წასულია ეს ყველაფერი. ანუ Yandex-ი და Bolt-ი, ხო? ბოლზია გასაფრთხილებული და თავრობისთვისაც მიწოდებული გვაქვს წერილები, რომ ინსპექცია, შრომის ინსპექცია იქნება თუ სახალხო დამცველი იქნება თუ პროფკავშირები იქნება, ოღონდ არაყვითელი პროფკავშირები, იმიტომ რომ მაგის დობა ცოტა არ იყოს, მაგ ცოტა რეპუტაციული საკითხებია პროფკავშირებთან განსაკუთრებით და ანუ როგორ რაღაცა, იცი, აი ნაბიჯ აგურ აშენებ და მივდივარ წინ ახლა. ანუ თქვენი მოთხოვნები არის უცვლელი, ხო? ეს არის ტარიფებზე როგორც იყო წინა ტარიფების გაზრდა, საკომისიო შემცირება, ხო? ყველაფერი არის ის უცვლელი. სხვათა შორის მარტო მაგი არა, ძალიან აპელირებენ იმაზე, მარტო თითქოს საპროცენტო იყოს და კომისია, საკომისიო და ტარიფები და რაღაცას. არა. აქ არის ადამიანური უფლებები ირღვევა ყველა მეთუნ კითხა, ხო? პირველ რიგში ღირსებაზეა, კიდევ თავარია, ცენტრი გასაკეთებელია ღირსებაზე. რამდენად ღირსეულად გვეპრობა, როცა ჩემ პრობლემას ვაგზავნი მხარდაჭერს და იქიდან რომ ბოტი მიკეთებს იმას, რა ქვია და ანუ თავის მართლება არ მიწევს. აი ჩემ სიმართლე ვერ წამენი სამსახურში ახლა მოდი ასე ვთქვა ნებისმიერ სამშენებლო სამსახურში აღდგა და ნებისმიერ სამსახურში როცა შენ საქმეს კარგად ასრულებ და ამ დროზე მოგდის უარყოფითი და შენ ასე იცი რომ შენ მართალი ხარ და აი ვერ იმართლებ თავს ინე პრარაბია ბოლო პრარაბს ეთქვი რაღაცას სამშენებლობის უფროს რაღაც აქ ვერ იმართლებ ხალხო თავს მოგდის პირდაპირ ბოტის პასუხი და ფაქტურად შენ ვერაფერი მესმის. ეხლა რამდენი მძღოლი ხართ გაფიცული ბათუმში? ანუ დიდი ნაწილი გაფიცულები ვარ. რამდენია თქვა რაოდენობრივად? დაახლოებით ანუ 200 კაცი 250 კაცი ვართ და ანუ არის ნაწილი რომლებმაც კიდე ანუ ინფორმაცია და უწოდება ვერ გავაკეთეთ. ისე მოდიან, მაგრამ გაფიცულები და მანქანები არ მუშაობენ. კი არის ამასეთი. თითქმის 60% პარალიზებულია რო კი, 70% იქნება პარალიზებული. მუშაობის კიცაც რო უყურებთ პარალიზებულია, იმიტომ რომ კერძო ტაქსების მუშაობთ, რომელიც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რაც შეეხება აპლიკაციის მუშაობას უმეტესი გაფიცულია, უმეტესმა იცის, შეიძლება ფიზიკურად ვერა ადამიანი აქ, მაგრამ უკურეთ არა, არ მუშაობს. გათიშულია აპლიკაცია. ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება კერძო ტაქსებს. ანუ პეტუშოპიანებს. ანა ჩვენ არის და ჩვენ გვაქვს უკვე მოლაპარაკებები საწარმოებს სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა ადგილებზე, გინდა იქნება აეროპორტი თუ სხვადასხვა სასტუმროები. და ისინიც უკვე თანახმები არიან, რომ კოლეგიალურად დაჟე არის ის პატარა მოტოციკლეტები როა ბულვარში არის ის მიმტანებზე, გლოვოს მიმტანებზე. გვაქვს ეს ის აქცია, რომელიც დაიგეგმება აი ამის შემდგომი იქნება ანუ უფრო მასშტაბური აქციის მოწყობას აპირებს. აი ჩათვალი იქნება აქცია, რომელიც პარალელიზებას გააკეთებს ყველას. აი თქვენი სახელმწიფო ზურა ვასაძე, უბრალოდ რა იცი, ბოდიში მინდა მოუხადო მოსახლეობას და გაგვიგონ სწორად. ადამიანებმა გზავრებმა რომ აი შემოვიდნენ ჩვენ არ გვინდა არავის დაზიანება, მაგრამ უბრალოდ აქ არის საუბარი ჩვენი უფლებების დაცვაზე და ჩვენი შრომის უფლებების დაცვაზე უпроსტად. მადლობა. თქვენც რო გაგესაუბროთ, მოგიყავით თქვენი მოთხოვნების შესახებ. რა რატომ მოთხოვნები ყველას ერთ იგივე მოთხოვნები, განსხვავებული მოთხოვნა არავის არა აქვს. ელემენტარულად ხალხი იგანაგე ბატონმა დოქტორად აი როგორია თქვა თქვენი შემოსავლები, როგორ აისახა უკვე თქვენ შემოსავლებზე, თქვა ის რომ გაიზარდა საწვავის ფასი. ასე ბიძულდება ყველაფერში. ბენზინის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა და 4 ლარიან შეკვეთაზე რომ მიდი, 3 ლარიან შეკვეთაზე რომ მიდიხარ და 4 ლარიანი ბენზინი 3 ლარიანზე განსაკუთრებით აისახა ყველა შემოსავალზე და ყველა აქ ჩვენს უკან თვითონ მძღოლი ვარ გამოსული, მაგრამ ჩვენს უკან ოჯახები დგას და ოჯახებს ვარჩენთ ამით და ამით საზრდოებს და ამით აი არსებული ტარიფები და არსებული პირობებში რამდენი გამოდის საშუალო თქვენი შემოსავალი? არაფერი არ გამოდის, ჩათვალე ხარჯებს არ ასწორებს მანქანის. უკვე თვეში რამდენი გრჩება? 50 ლარი რომ გამოიმუშაოთ დღიურად ბოლტზე, უნდა ელემენტარულად უნდა ჩაასხა 30 ლარი საწვავი. 50 ლარში 25% 12 ლარი მიაქვს ბოლტის 30 ლარიც ბენზინის ფული, ფაქტობრივად არაფერი არაა. მანქანის წვეთა და ეს რომ აღარ აღნიშნოთ, ეს უკვე სულ სხვა თემაა. არაფერი არ გამოდის, უკვე როგორაა, იცი, ხალხი ევროპაში გაედინება, მიდის სამუშაოდ. ჩვენ თავრობას არაფერს არ ვთხოვ. ჩვენ თვითონ თვითასაქმებული ხალხი ვართ. ჩვენ თვითონ რაღაცას შოულობთ, ორკაპით ოჯახები ვარჯილობთ და პირიქით აქეთ ჯარიმდები. იმის მიუხედავად, ხო, ჯარიმები ეს უკვე სხვა თემაა. 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 139 მილიონი შევიდა ჯარიმით და საურავით.
გზაური ხომ უნდა აიყვანო, გააჩერო უნდა მანქანა, ხომ უნდა იყოს რაღაც რეგულაცია იმის შესახებ, რომ 2 წუთი ჩამოდის გზაური ხდება და მიდიხარ და 100 ლარიანი ჯარიმა მოდის. ესე იგი ანუ ამ დროს არ არის საკმარისი ადგილები და სივრცეები თქვენ გააჩეროთ მანქანა, ხო პარკირების. პარკინგია მოგვარებული, არაფერი მოგვარებულია და ჯარიმა გასამაგებული და გაუთქმაგებულია ეს აქცია სხვათა შორის, ეს აქცია გარდა იმისა, იმიტომ კი არა რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს ვითხოვთ. ეს გადაიზრდება. ჩვენ მძღოლები ვართ, ჩვენი ოჯახის წევრებიც დაგვიდგება. შეგვიძლია ძალიან მასშტაბური, ტოიოტასაზღვრა, ბოლტის მიმტანები, მაქსიმის მიმტანები, რომლებიც ემსახურება ქალაქში ხალხს, ხო, ყველა გაიფიცება, ამიტომ რომ საკურორტო ქალაქია. ერთი პური რო იყიდო 2 ლარებით და 2 კაცი რო გადაადგილო 3 ლარებით. ეს ძალიან კარგად განსაზღვრა. ახლა ბათუმის პარალელურად გაიფიცა ტაქსის ძღოლები ქუთაისში, თბილისში. თბილისი გაფიცულია, ქუთაისი გაფიცულია, ფოთიც გაფიცულია, როგორც ვიცი, ზუგდიდი შემოგვიერთა, ქუთაისიც შემოგვიერთა. აი ბრო, გამინდა დავუმატოთ უჩი. იწერებიან უკვე ჩატი როცა გვაქვს. როგორ მე რისი თქმა მინდა იცი? აგერ ერთი მწესო ბიზა გარდამეცვალა, მეორე მწესო მალე შემოგიერთებით, ანუ და აგერ მესამე მწესო ამიხსნესო უკვე, ანუ შედეგებზე რაღაც დაჟე ის დაბლოკილი რო იყო, ეხსნებათ, ამიტომ შედეგებზე გავდივართ ასე ნაბიჯ, ანუ კი არ წევ საქმეს უკან, ანუ ნაბიჯ მივიწევ წინ, იმიტომ რომ ეს ხდება უკვე ორგანიზებულად და არა სპონტანურად და ვიღაცა ერთი ადამიანის ან ორი და კიდე 10 ადამიანის იმით. აქ ხდება ესე იგი ორგანიზებულად ხდება ეს ყველაფერი. დაჟე ვფიქრობთ, აგერ ეს ორგანიზატორია ჩვენ შევთანხმდებით, რომ პროფსაიუზი, რომელიც ადამიანის უფლებებს პროფკავშირები, ოღონდ სწორედ განსაზღვრა. გავთ თქვენ პროფკავშირები, მიქრით 25% მისცემას რა განკვეული პროცენტი გადავიხადო ოფიციალურად, გავწევრიათ, რომლებიც დაიცავს ჩვენს უფლებებს, რომლებიც დაგვიდგება გვერდში და ჩვენ ამ მოთხოვნას ბოლომდის გავიტანთ. ჩვენ ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, არავის ხელისუფლებას არაფერს არ ვთხოვთ, ვთხოვთ ელემენტარულად და კაცის დას მოსკოვში, აგერ სწორედ განსაზღვრა. რაღაცა გზაური დაждდა, თავისი ბოტებით იბლოკება, კაცი მიზეზზე არ გეუბნები, რატო იბლოკება? არ გეუბნება არაფერს, ოფიციალ არ მიხვიდე და ადამიანს ამბობდი არ მიგიღიათ რაიმე პასუხი, ხო, რომელი ამ კომპანიისგან, სადაც მუშაობთ. არავითარ არაფერი პასუხი არა, ჯერჯერობით არაფერი პასუხი არა. არცეთი ქართული კომპანია არა, ამ მიუხედავად ამისა. ჯობია ვიღაცა ქართული კომპანია და დაკისკნას და მეცოდინება რომ ქართული კომპანია და საქართველოს ბიუჯეტში შევიტან ფულს, იმ ჩემი 20% იქნება თუ რაღაცა. არა, ქართული მაგას არ მნიშვნელობა, ქართული კომპანია მნიშვნელობა დაარღვევს თქვენი უფლებები, ხო, თავარია. ხო, მაგრამ თავარია არ სახელმწიფოებრივად რო ვიფიქროთ, ხო? მაინც კარგია რომ ქართული კომპანიები იყოს ბაზარზე, თუ კიდევ ბევრი იყოს და კონკურენცია გქონდეთ, მაგაზე არაა პრობლემა. უბრალოდ უცხოური კომპანიები კიდევ ერთხელ ხალხო აკეთებს მის საქმეს და ფაქტიურად არა, ყველა კომპანია თავის საქმეს აკეთებს, პროექტი ორიენტებულია ბიზნესზე. თავარია არ დაარღვევს ადამიანის უფლებები. ეს არის ეს მოთხოვება ყველას. რა თქმა უნდა. დიფერენცირება ქართულს და უცხოურ შორის. არა, როგორ რაღაცა იცი? მაინც ეროვნული ინტერესები ზოგადად, ხო, იცი ახლა ქართველი ვარ. ეროვნული ინტერესები რა ასეც მოვიხუროთ ჩვენთვის გარდა ვიყოთ იზოლირებული. ეს იზოლაციაში ვექცევი ახლა ჩვენი ქვეყანა და. მოდი ასე ვთქვათ. მე არ მინდა პირდაპირ დავასახელებ და არ მოვერიდები თურქეთს. მე ვიცი რომ ძალიან ბევრმა მითხრა რომ ჩაიში რომ მუშაობდა კაცი. დაადეპორტეს ჩაიდან. მუშაობდა წაკუნწული კი 6 საათი ამდა. მის ინტერესებში შედის რომ არ ემუშაოს ან არალეგალურად იყოს. მე ჩვენ რაზე ვიზახით თუ იცი? ანუ უფრო ხო, უსაფუძვლოდ ხო არ მომხდარა ეს, ხო, ყველაფერს აქვს საფუძველი. მე საგვახენ რა ეჭვებია, იცი? როცა ხდება რომ უცხოელებს ეგზალებათ და მე გუშინ მე პირადად ინდუსმა კი ნაღამ დამეტანა. არ გვინდა ახლა ეს არის ალკოჰოლის შესწავლილი და მინდა ფაში შუსუსუს და ეს არის ალკოჰოლი გამოსაძიებელი შემთხვევები. კარგი, გავიგეთ თქვენი მოთხოვნების შესახებ. მოდი თქვენ რო გაგისაუბროთ, ასე მოგიყვებით თქვენ შემოსავლებზე, ჯარიმებზე მაგალითად. რა უნდა ვთქვა ჯიგარო? ლარი და 20-იანი გამოძახება რო გექნება და 40 რომ იანდექსი ან ბოლტი დიაგებს და 80 რომ დაგჭება რა მაგ. ახლა რა უნდა ვთქვა მე ამას. ხო, ანუ საკომისიო არის ძალიან მაღალი ანუ ამას ამბობთ, ხო? საკომისიო და ძალიან დაბალი ფასებია. ხო. ლარი და 20-იანი შეკვეთა დღეს რა არის ლარი და 20. და ეს ჯარიმები რამდენად ხშირად გიწევთ დაჯარიმება იმის გამო? თქვენ დაუჯარიმები ხართ პატრულს? რამდენჯერ მაგალითად? ეს 64. ეთითის ვაგე. და რა სიტუაცია იყო ეს რის გამოც დაგაჯარიმება? გაჩერების გულიზა რა. თუ გზავრი ჩამოდის ამშდება, ამაში იმ შემთხვევაში არ აჯარიმება. და ახლა გზავრს 1-2 წუთი ხომ და დაელოდო მაინც რა. ხო ჩამოფრინდება ადამიანი, ხო ჩამოფრინდება, მაგრამ ვიდა. ესეც დიდი პრობლემაა ეს რა. ანუ სიტუაცია არის ესეთი, რომ თქვენ მიდიხართ ამ გზავრთან, რომელსაც გამოგიძახათ კონკრეტულად მისამართზე, თქვენს ვერ ეჩერებთ მანქანას, იმიტომ რომ გასაჩერებელი ადგილი არ არის, პარკირების სივრცე არ არის, ელოდებით ამ გზავრს რამდენიმე წუთი, თქვათ 4-5 წუთი და ამ დროს გაჯარიმებთ პატრული იმის გამო, რომ თქვენი მანქანა დგას გაჩერებულია კონკრეტულ კორპუსთან. ხო, ესაა სიტუაცია.
და მე ვარტყავთ კურგებს და აი სადაც 4 ლარიანი ბენზინი არის და კურგებით მივდივართ და გადარეკვები და ტელეფონზე დაგეჭირო კიდევ ცალკე ჯარიმა და რაღაცა მოგვარდეს უნდა და არ არის სწორი თქვა ეს მიდგომა როცა ეს მიიღო ქართულოსების პარლამენტმა რომ დააწესეს ჯარიმები ასევე გაზარდეს ეს ჯარიმები სწორედ ამ სიტუაციებზე მიმაჩნია რომ როცა მძღოლი მანქანაში ჯდანა და ავარიულები ჩართული აქვს იმას უფლება უნდათ 1-2 წუთის გაჩერება კი მაღაზიაში გადავიდა კაცი და დაიწყო ვაჭრობა და 10-15 წუთი უყენია მანქანა იგი სხვა ამბავია მაგრამ ასე როცა გზავრსელოდები მაგ შემთხვევაში უნდა ქონდეს 1-2-3 წუთი უფლება რა მაგრამ გარდამისა პრობლემა არის თვითონ პარკირების სივრცე ხო არ არის გასაჩერებელი ადგილები პრაქტიკულად ქალაქში რომ გააჩეროთ მანქანა ხო თქვენი სახელი და გვარი მადლობა მოგეთ მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში საპროტესტო ტაქსის მძღოლების გაფიცვაზე ტაქსის მძღოლები აცხადებენ კიდევ ერთხელ რომ გაიფიცნენ წინა შემთხვევაში გვქონდა 12 საათიანი გაფიცვადი ახლა გავიფიცეთ 24 საათის განმავლობაში დღეს დილის 10 საათიდან ხვალ დილის 10 საათამდე გაიფიცნენ აქ რამდენიმე აპლიკაციის ფარგლებში დასაქმებული მძღოლები არიან როგორც Bolt-ის ასევე Yandex-ის Maxim-ის მძღოლები არიან ჩვენ ვცადეთ წინა შემთხვევაში რამდენიმე დღის წინ დაკავშირებოდით ამ კომპანიებს, მათ შორის კომპანია Bolt, რომ გაგვეგო ამ კომპანიების პოზიცია ტაქსის მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოთხოვნები არის უცვლელი, რომ გაიზარდოს გზავრობის ტარიფები, რადგანაც გაძვირდა საწვავის ფასი, ასევე გაძვირდა ცხოვრება. შევხედავთ, როგორ იზრდება იგივე საკვები პროდუქტების ფასები, იმის მიუხედავად, რომ ოცნებისმთავრობად თითქოს შექმნა რაღაც კომისია პარლამენტში, რომელსაც უნდა ემუშავა ფასებზე, მაგრამ თავად ოცნებაც კი აღიარებს, რომ ამ არნაირი ფასი არ შემცირებულა და პირიქით ფასები იზრდება ქვეყანაში და ასევე მეორე მოთხოვნა არის ტაქსის მძღოლების რომ უნდა შემცირდეს საკომისიოები, რადგანაც ძალიან მაღალ საკომისიოებს იხდიან ისინი და პრაქტიკულად არაფერი აღარ გვჩებაო. ჩვენ ვცადეთ ამ კითხვებზე მიგვეღო პასუხი კომპანიებისგან, ჩვენ დავუკავშირეთ კომპანია Bolt და ასევე კომპანია Maxim-ს. Maxim-ისგან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი გადახედავენ ამ ტარიფებს საწავის ფასების გათვალისწინებით და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა როგორც ჩვენ ახლა გვითხრეს ამ საპროტესტო აქციაზე მძღოლებმა, ამ დროისთვის რაიმე ცვლილება ამ საკომისიოში ან ამ გზავრობის ტარიფებში ამ დროისთვის არ არის. ასევე ჩვენ დავუკავშირეთ კომპანია Bolt-ს, რომ მიგვიღო პასუხი ტაქსის მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ მათი პოზიცია ჩვენთვის არის უცნობი, ჩვენ არ მიგვიღერა იმეწერილობითი პასუხი ამ კომპანიებისგან. ტაქსის მძღოლებმა ახლა დაანონსეს საპროტესტო მსვლელობა დღის 3 საათზე. ისინი ამბობენ, რომ ერთდროულად მოეწყობა საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, ასევე ქუთაისში, თბილისში, რუსთავში და ზუგდიდში და ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ არ ამბობენ კონკრეტულ თარიღს როდის, მაგრამ მოეწყობა უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია და რომელსაც შეუერთდება ყველა მძღოლი, როგორც ისინი აცხადებენ. დღეს აქ ათეულობით მძღოლია შეკრებილი, ისინი იკრიბებიან ახალი ბულვარის ბოლოს, აეროპორტის სასაფრენ ბილიკთან ახლოს. წინა შემთხვევებში სწორედ აქ გაიმართა მათი საპროტესტო აქციები. მოგესალმებით, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ. კარგი, მოდი თქვენ მითხარით. თუ მიიღეთ რამე გამარტება და პასუხი ამ აპლიკაციების ფარგლებში ხართ თქვენ დასაქმებულები, თქვენ Bolt-ი, ან Yandex-ი, ან Maxim-ი, მათი პასუხი გამარტება თქვენს მოთხოვნებზე, თქვენ მოთხოვნები არ როგორც ვიცით, ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება, ხო? უკვე გავედით მაგათთან, გავიდნენ თბილისში ყავთ Bolt წარმომადგენელი, შეხვდა მაგას გიორგი დიასამიძე, ესაუბრა იქნება შედეგები აუცილებლად იქნება რომ $10,000 მანქანის ტაქსოობის ხავს. ეს მე $10,000 მანქანა არ ყავს. და მუშაობს 23 ლარზე. ავტობუსი ეს ნახევა. ხო. აქ შეიძლება 4 კაცი 2 ლარა. ავტობუსი და იაფი გამოდის. 500 ლარი დავახარჯე მანქანას ახლა. სარემონტო სამუშაოები, საბურავი უნდა მანქანას, მოვლა უნდა. 9% და 24% ვიღაცა ატყედი თუ რა ქვია იმას Bolt-ის წარმომადგენელი ზის ესტონიაში ყებულობს თანხას ჩვენგან, მძღოლებისგან. ხო. და თქვენი შემოსავალი რა გამოდოს ახლა თქვა თვეში რამდენია? დაახლოებით თქვა რამდენი გამოგდიოთ? იმიტომ რომ ვერ გეტყვი. ხან გამოდის 20 ლარი, ხან ვერ ვიმუშავე, ხან გავაკეთე 80 ლარი, ხან
მინუსში წავედი. ემბედე შეკვეთა გავაკეთე რაღაცა, ვერნივისალე, იმ შეკვეთა იყო ვალი დამეძო. 100 ლარიანი პატრონმა დამაჯარი მაგეთი გაჩერებაზე და მეტი რა ვქნა რა ვიცი. ყველაფერი გადვირდა. ერთი თავი მათალი, ერთი თავი ცხოვრება გადვირდა. ხო. თბილისი ბათუმის მარშრუტის პასი აიწია 5 ლარი დაიმატა 40 ლარი გიწა 40 ლარი იყო. 1 კილო პომიდორი 8 ლარი გიწა 2 კილო. 1 კილო კიდე 6 ლარი გიწა. ტაქსი როგორც ხიდა 10 წლის წინ 15 წლის წინ განახევარი შეიძლება დღეს არის განახევარი. ყველაფერი რო გადვიშა. მოდიში და თქვენი ხელფასი ხომ მოგემატათ? მოგემატებო ბოლო 10 წელი. ხელფასი მოგემატე კიდე ჩვენ ხელფასის გარეშე ვმუშაობთ მდგომარეობა მედიაში. ხო, აგომ როგორ საერთოდ ვამ. ტაქსი და ყველაფერი გადვიდა. თქვენ თვითონ მაგის. აბა თქვენ ეს არის რეალობა, რაც ჩანს. მანქანის კი რა. თქვენ ამბობთ რომ არა მარტო საწავის ფასი, არამედ ზოგადად ყველაფერი ძვირდება და ამის გამო უნდა გაიზარდოს ტაქსის მომსახურებას, ხო? ვეღარ ვკიდულობ კარტოფილს და იმ პომიდორს, ვერ ვკიდულობ, ვალარი პომიდორს 2 ლარად. არ ვკიდე რომივიდე ბაზარში და რო ვთქვა მე მაგ 2 ლარი. ტაქსზე მეტი ვერ გავაკეთე. 2 ლარი პომიდორს მოვკიდე 2 ლარში. ეგ არის მეტი არაფერი. ეს არის რეალობა. თქვენ აღნიშნეთ რომ 100 ლარი დაგაჯარიმათ პატრონმა. ეს ჯარიმა რას უკავშირდებოდა? რატომ დაგაჯარიმათ? უკავშირდებოდა და რო არ არის პარკინგის ადგილი შევაჩერეთ. თუთი ჩამოიარა უკონტაქტო პატრონმა და თუთი SMS-ი მომივიდა 100 ლარიანი უნდა განახილდა. მოჩვენეთ კი. ეს ამდენ დღის წინ დაგაჯარიმეს. ახლა აკაცო ენდრესი მომაგლა. გადახილი არ ამაჩე. მაგრამ ამდენი წუთი ელოდებოდით თქვენ მგზავრობის გამო დაჯარიმდით. რამდენი წუთი და ჩამოია ჩაიდე. არ უყურეთ, ჩამოვიდა ჩაშლებულია, მაგრამ არ ამშენობა. წუთს. 1-2 წუთი მაქსიმუმ მე არ თქვენ. თქვენ სიამბლეში რამდენი წუთი იდეკით თუ გახსოვთ? ხო და 2 წუთი მათი გეუბნები. 2 წუთი იდეკით. 2 წუთი. ხო. და არ უნდა იყოს ეს ჯარიმები, რას ფიქრობთ თქვენ? რა არის გამოსავალი? ჯარიმები უნდა იყოს, კი ბატონო, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც ტაქსით რეკლამა აქვს, მანქანას ეს წამით აჩერებს. აბა მაშინ როგორ უნდა ვიმუშაო? ანუ უნდა იყოს გათვალისწინებული კანონში ტაქსის შემთხვევა. ხედავთ ვიდეო. ხო. უნდა იყოს გათვალისწინებული რამოდენიმე წუთი, 2 წუთი. ბატონი არ დამაჯარიმეს, ბატონი გაუხდი და რა გავაგებინე. აჯარიმე. კამერა. და მაშინ როცა არ არის ასევე გასაჩერებელი ადგილები შემთხვევაში, ხო, ასევე პარკირების სივრცეები და ამ დროს გაჯარიმებენ 100 ლარი. გადაუხდელია. განახებთ ვიდეოს აქვს. ეს უკვე მერამდენი ჯარიმაა ხა თქვენ შემთხვევაში. ეს პირველი აი აგერ არის ჩემი მანქანა, თეატრი მანქანა, აი. ტაქსი ჩანს, გაჩერებული ვარ კუთხეში მაქსიმალურად. მიხნეებული ვარ რომ კლიენტი მოვიდეს და კადები გაყოს დავიდო. წინ არა ამათად მოვიდოდა ჯარიმა. ზეროდები თქვენ გზავს, ხო? ველოდები რომ გამოვიდეს. აბა ეს რომ ჩაიარა დავინახე თეატრი მანქანა იყო ეს იგი. დაუკვეთი ჩაიარა 10 წამი არ გასულა მზაური მოვიდა ჩარი და დავედი. ეს პირველი ჯარიმაა თქვენ შემთხვევაში, რაც მიიღო ქართული ოცნების პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება და გაამკაცრა მიდგომები ამ პარკირებაზე. და დაჯერებდით 100 ლარი. ჯერ არ გადაგიხდიათ? არ გამიხდია, ჯერ არ გადა ბოლო დღეს გადავხდი, მაგრამ არ გადავიდი. არ გადავიდი ფიზიკურად. კონდა, ბოჯი არ გადავიდი, თანა ბოლო დღეს არ გადავიდი, გამორიცხული. აპროტესტებ? კი. ბოლო დღეს გადავიდი. ბოლო თორმეტ დაგდება, მაშინ ჩავიდი. მაგრამ ეს თვითონ მიიღო რაღაც წესრიგისთვის, ხო? პარლამენტის დასაბუთება ესეთია, რომ აი ჩვენ ვიცავთ წესრიგს, უფრო მეტად რომ იყოს უზრუნველყოფილი, არ იყოს საცობები ქალაქებში. ჩამოვასწრა, გვისტოში რომ გაივსება, მაშინ წასკის დაიცავთ უცხოელს, ანუ რომ ტურისტული ქალაქი როა, დაიცავთ წასკის. შეგიტყები, დაიცავს თავრობა წასკის. ვერ დაიცავს. იმიტომ რომ ტურისტული ქალაქია. პატარა ქალაქეთ ჩამოდის მილიონობით ადამიანი. მაშინ ამით რა ცდილობს მაშინ მთავრობა ამგვარი ჯარიმების გააქტიურებით? მაგას ვამბობ, რომ თანს ხო ხედავს რომ ბოლტი ატერია, იანდექსი ატერია. ხო არა, გავწყვეტ რომ მაგას არ ითვალისწინებს, მაგრამ როგორც ავტობუსს აქვს გაჩერების ადგილები, ისეთი მოგწევ ტაქსი დამოდენიმე. ხო, როცა თქვენ ამას არ ითვალისწინებთ. არის რამოდენიმე ტაქსი და ბათუმში არ არის. როცა ამას არ აკეთებენ და პირიქით გაჯარიმებენ და კიდევ უფრო რთულდება თქვენ მდგომარეობა, ამას რატომ აკეთებენ თქვენი აზრით? ეგ გასაგებია, კი ბატონო, კანონის წესრიგის დაცვა. მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინება ელემენტარული რაღაცა, რომ ტაქსი როდესაც შეაჩერებს ტაქსი, აჩერებს იმიტომ რომ აი მუშაობს, სამსახურია მის. რატო არ ჯარიმდება? თქვაც სასწრაფო. რატო არ ჯარიმდება? თუნდაც პატრონის ეკიპაჟი ხო აჩერებს, ის მანქანა ხო? ის თემნაირი მანქანა ყავს იმას. რატო არ ჯარიმებენ? თქვენი სახელმწიფო გვარი? იდაკლი ტიგარაძე გახლავთ. მადლობა ბატონო ერეკლი.
მოკლედ ასეთია ტაქსის მძღოლების გზავნილები, მათი მოთხოვნები, თქვენ მათ უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ტაქსის მძღოლები ჩერდებიან ისევ ახალი ბულვარის ბოლოს, ისინი დღეს აპირებენ დაახლოებით 3 საათისთვის მოეწყონ საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. ასევე ამბობენ, რომ მოეწყობა მსგავსი საპროტესტო მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგალითად თბილისში, ქუთაისში, რუსთავში და აპირებენ ასევე რომ მოეწყონ კიდევ უფრო მეტად მასშტაბური საპროტესტო აქცია. მოთხოვნები არის უცვლელი ისევ ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება. მოგესალმებით. თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ. ისმენთ. მოკლედ მოგვიყევით თუ გაიგეთ რამე ამ კომპანიებისგან, სადაც ხარ თქვენ დასაქმებული, რას ამობენ ისინი თქვენს მოთხოვნებზე? ჯერჯერობით არაფერს. მოთხოვნა ჩება, არა? თქვენად არაფერს არ. მოთხოვნები გაქვთ იგივე, ხო, რომ გაიზარდოს ტარიფები და შემცირდეს საკომისიო, ხო? რამდენი გამოდის ახლა თქვენი შემოსავალი საშუალოდ? დღეში 50 ლარი, ხო? და ეს ხორება ძვირდება, ყველაფრის ფასი იმატებს. ყველაფერზე სამბაგია. ვაიაფებთ პროდუქტებს ოცნების მთავრობა, საკომისიაც კი შექმნეს, თუმცა ეს კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ არაფერი არ გაიაფებულა და პრინციპში აღიარეს კიდევაც, რომ ვერ მოხერხდა პროდუქტების გაიაფება. რატო ვერ შეძლეს ისე გაიაფება პროდუქტების? შეგია ბაზარი ზვირდება და საქართველოს რა უნდა. ხო, საქართველოს ბაზარი ევროპის ბაზარებზე უფრო ძვირია. ამას ირაკლი კობახიძეც კი ლაპარაკობს. რომ ევროპის ქვეყნებზე უფრო ძვირი ის პროდუქტები საქართველოში. მედიცინა აერთება. ეს ჯარიმების ნაწილი, რაც ასევე მიიღო გადაწყვეტილება ოცნების პარლამენტმა, რომ დააწესეს ჯარიმები პარკირების წესების დარღვევაზე. ამ ჯარიმებზე რას ფიქრობთ? და თქვენ თუ დაგაჯარიმეს? 1200 ლარი მაქვს გადახდილი, რაც გამოვიდა მაგი არა. ან რა პერიოდში? 3 თვის მანძილზე. როგორ? 3 თვის მანძილზე. 3 თვის განმავლობაში დაგაჯარიმეს უკვე 1200 ლარით? ანუ ეს რამდენი შემთხვევა იყო? კონტაქტო, სადაც გააჩერებ, იქ მოგსდევს. პარკირება ბათუმში არსად არა. ადგილი რომ გააჩეროთ, ზაური ჩამოსვა ან ჩაიჯდა. მეტი რა გითხრათ? რას ნიშნავს ისე ეს, როცა არ არის პრაქტიკულად ადგილი? და თქვენ გაჩერებისთვის და იმიტომ რომ ელოდებით გზარს რამდენიმე წუთი, თქვა 2 წუთი კონკრეტულ კორპუსთან, ამის გამო თქვენ გაჯარიმებენ. ეხლა 5 წუთს აჩერდებიო, არ გამოდის გზავრი, ანუ ვერ ჩამოდის. აი როცა დაგაჯარიმეს იქ რამდენი წუთი ელოდებოდით დაახლოებით კორპუსს რამდენი ხანი იყავით გაჩერებული? არა თქვა ნახევარი საათი, 1 საათი, 5 წუთი, 2 წუთი. მაქსიმუმ 5 წუთი, ხო? და რას ფიქრობთ ამგვარ კანონებზე, როცა ასე იქცევა მთავრობა, ის აჯარიმებს მათ შორის ტაქსის მძღოლებს და ამძიმებს მის მდგომარეობას, მაშინ როცა თავად ის არასრულებს თავის ვალდებულებას, თქვა და თქვა საპარკინგო სივრცეებს არ აწყობს იგივე ბათუმში. უნდა მეწოვა, არ არის ადგილი. უნდა მოაწყოს პარკინგი. ხო, მაგრამ უნდა მოაწყოს პარკირების სივრცეები. მოქალაქე ხო არ მოაწყობს ამას? კი ბატონო, სადა არა, სადაც თუ არ მოაწყობ, თუ არ დავალებ ხეთ კორპუსებს, რომელიც შენდება და რომ მათ მოაწყოს საპარკინგო სივრცეები. და ახამდე ვინ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებლობა? ალბათ ვინც იყო. ხო და ვინ იყო? ხო და ეს თავრობა იყო და ამ თავრობას არ მოუთხოვია ეს კომპანიებისთვის და ახლა თქვენ გაჯერიმებენ იმის გამო რომ არ არის თუ პარკირების ადგილები. ეს ვისი პასუხისმგებლობის საკითხია? ზემოთ ვინც ის იქა პარლამენტში. ანუ ივანიშვილის? არა, უნდა გითხრა ივანიშვილი. კარგი, თქვენი სახელდაგვარი? ზაური კეკელიძე. ზაური კეკელიძე, მადლობა. ბათუმელებიდან ვარ და პირდაპირ ეთერში ვართ. არა, რა არის, იცი რაღაც ორგანიზაციული საკითხები გვაქვს. ჩვენი და პოლიტიკის. ანუ არ გინდათ რომ გაშუქდეს და გაჟღერდეს? შეიძლება, უბრალოდ. კი ბატონო. კარგი, როგორც თქვენ ახლა მოვისმინეთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, რაღაც საორგანო საკითხებზე მსჯელობთ და არ გვიდა ის გაშუქებაო, თუმცა არიან გამოსული საპროტესტო აქციაზე და უცნაურია მსგავსი ქმედება. მოკლედ თქვენ უსმენთ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც არიან გაფიცულები, ისინი ამბობენ რომ გაფიცულები არიან 24 საათის განმავლობაში.
წინა შემთხვევაში რამდენიმე დღის წინ გამართეს მათ ასევე საპროტესტო აქცია და თქვეს რომ 12 საათით იყვნენ გაფიცულები. დღეს ისინი აპირებენ საპროტესტო მსვლელობას, როგორც თავად დაანონსეს, ქალაქის ქუჩებში, როგორც ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებში, მაგალითად რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში. და რამდენიმე დღის შემდეგ ასევე მოეწყობა კიდევ უფრო მასშტაბური აქცია, ვიდრე დღეს არის და ვიდრე წინა დღეებში იყო. ტაქსისტები ითხოვენ იმას, რომ გაიზარდოს ტარიფები, ტაქსით მგზავრობის ტარიფები, ასევე შემცირდეს საკომისიო მომსახურების ფასები, რადგანაც ისინი მიუთითებენ იმას, რომ გაიზარდოს საწვავის ფასი, ასევე გაძვირდა ზოგადად ცხოვრება და ამიტომ მათ პრაქტიკულად აღარაფერი რჩება და ამიტომაც ისინი სთხოვენ იმ კომპანიებს, რომელთა აპლიკაციის ფარგლებში ისინი მუშაობენ, თქვათ Bolt-ი, Yandex-ი ან Maxim-ი, რომ გაიზარდოს ტაქსით მგზავრობის ტარიფები. ამოთხოვნით იმართება სწორედ დღესაც ეს საპროტესტო აქცია, აქვეა პატრული. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ჩვენ აუცილებლად მოგაცვით ინფორმაცია საკანონმდებლო მოვლენებზე. ესურვეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და net gazeti G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.